გაათავისუფლებს თუ არა ოლიგარქის პრეზიდენტის სინდისის პატიმრებს მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტის გამოცემა ნათლისღების დღესასწაულზე. რამდენიმე დღის წინ დაანონსა, თუმცა უცნობია, მოხვდებიან თუ არა მათ შორის პროევროპული აქციების მონაწილეები და მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი. რეჟიმის ტურსახების პოზიცია, რომ ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და შესაბამისად, არც ოცნების პრეზიდენტს მიმართავენ შეწყალებისთვის. ნინი ბალანჩივაძემ უფრო მეტი იცის ამ თემის შესახებ და გაგვაცნობს შეფასებებსაც ნინი გისმენთ. გიორგი სინდისის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პოზიციები არის არაერთგვაროვანი. ჩვენ ერთის მხრივ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენთ ოცნების პროპაგანდისტების მხრიდან განცხადებებს და მოწოდებებს, შეიძლება ითქვას პირდაპირ ეთერის მეშვეობით, რომ ოცნების პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ეს მექანიზმი და უნდა გაათავისუფლოს როგორც სინდისის პატიმრები, ასევე საუბარი არის მზია ამაღლობელზე, ქალ ჟურნალისტზე, პოლიტპატიმარზე. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ გვესმის და ვისმენთ ოცნების დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მაგალითად გიავოლსკიმ გუშინაც გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, ის ამბობს, რომ უნდა მოინანიოს ყველა პატიმარმა იმ შემთხვევაში, თუ მათ უნდათ, რომ ამ სიაში მოხვდნენ, მოინანიონ ის დანაშაული, რომელიც როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მშობლები, დედები საუბრობენ, საერთოდ არ ჩაუდენია მათ შვილებს და ისინი სწორედ ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროპული მომავლის დასაცავად იდგნენ ამ დროის განმავლობაში და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათაც არ აქვთ მოსაზრება რა შეიძლება იყოს ოცნების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ხვალ მოხვდებიან თუ არა მათი ოჯახის წევრები იმ სიაში, რომლის შეწყალებასაც აპირებს მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა დაზუსტებით რასაც ამბობენ არის ის, რომ ბოდიში არც ერთი მათგანი, არც ერთი პოლიტპატიმარი არ მოიხდის, ვინაიდან მათი სურვილი არის თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება და მათ მოსახდელი საბოდიშო არაფერი არ აქვს, ვინაიდან ისინი იცავდნენ ქვეყნის ევროპულ და ეროვნულ ინტერესებს და ასევე ბოლო პერიოდში აქტიურად არის საუბრები მზია ამაღლობელის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ქალი ჟურნალისტი გასულ წელს დააკავეს და მას მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნახევარი უკვე გავიდა და თითქმის 1 წელია რაც ის უკვე საპატიმროში ზის და საინტერესოა ამ მიმართულებითაც რა იქნება ქართული ოცნების პრეზიდენტის გადაწყვეტილება და იქნება თუ არა მზია ამაღლობელი იმ პატიმართა სიაში, რომელსაც ხვალ მიხეილ ყაველაშვილი შეიწყალებს. ჩვენ არ განვიხილავთ, რომ შეიწყალებენ. კი საუბარი და ესეც მგონია, რომ პატიმრების ნერვებზე თამაშობენ. განა ზვიადმა 1 წუთი იმედი არ იქონიოთ, რომ ჩვენ ვინმე შეგვიწყალებსო და ხელი მოაწერონ, ბოდიში მოიხადონ, ეს ვერ იქნება. იმიტომ რომ ამ ბავშვებს ქვეყნის სიყვარულისთვის სჯიან და ბოლომდე დაისჯებიან მაგის გამო, თუ ეს არის ამათი დასჯა და თუ უნდათ შეწყალება არალეგიტიმურ პრეზიდენტს, უნდა შეიწყალოს უპირობოდ და მაგას მასე არ უნდა. თან უნდათ შეიწყალონ და თან დამნაშავეთ უნდა გამოიყვანონ და ეს ორი ერთმანეთში ვერ თავსდება. მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს 19 იანვარს ჩემ შვილს რო ექნება შეწყალება. სინდისის პატიმრებმა არაფერი არ აღიარეს, არაფერი არ ქონდათ საღიარებელი, როცა სამშობლო გიყვარს, სამშობლო სიყვარულისთვის, ჩემი შვილი პირადად ამბობს, 1 წელი გავიდა, ეს 4-იც გაივლის. მე თავისუფლად გადავიტან ამ ყველაფერს, 5 წელი რომ მომიწიოს ციხეში ყოფნა, ვიქნები ოღონდ საქართველოს განთავისუფლდეს, თავისუფლება იყოს, გზა ევროპისკენ იყოს. ხოვნით არც არასოდეს მიუმართავს, არც არ მიმართავენ და თვითონაც იციან, რომ თუ გაუღებენ კარებს და ეტყვიან, უნდა წახვიდეთ, წამოვლენ. თუ არა და ყველაფერს არიან შეგუებულები, რომ მოიხადონ პატიოსნად ეს სასჯელი, იმიტომ რომ უდანაშაულოთ არიან იქ. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით იგეგმება მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან პატიმრების შეწყალება და სავარაუდოდ ხვალ უკვე დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი იმ პატიმრების ვინაობა, ვინც ამ სიაში მოხვდება და მას შემდგომ რაც ოცნების პრეზიდენტი უკვე მიმართავს პენტენციურ დაწესებულებებს სწორედ ამ კონკრეტულ პატიმრებთან დაკავშირებით. ახლა საინტერესო არის ამ სიაში იქნებიან თუ არა სინდისის პატიმრები, რომლებიც პროევროპული აქციების მიმდინარეობისას დააკავეს და მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ეს ყველაფერი როგორც უკვე გითხარით, ხვალ სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.